მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩემს გამომწერებს, მაგრამ იმ გამომწერებს უკვე რომლებიც ესე იგი რომლებსაც აინტერესებთ ჩემი შემოქმედება. მე მინდა დღეს გითხრათ ერთი რამ, თქვენ ადრეც გითხარით, რომ უკეტავ მეთქი ამ პერიოდულად ღამე, როდესაც ხშირად ვფხიზლობ, მაგრამ როდესაც რაიმე დაკავებული ვარ და რაღაცას ან მუშაობ, ან წერ, ამ შემთხვევაში მე გათიშული მაქვს კომენტარების, რომ არ ვიცი ხა ვინ რას დაწერს და როგორ იმოქმედებს, როცა ფხიზლადა ვარ და როცა მცალია, ამას მე თვითონ ვშლი. ანუ ფაქტიურად ასე დაუპირისპირდი ამ ლიბერალურ სამყაროს, რომელიც ისე დამიპირისპირდა თვითონ, მე არ დაუპირისპირები ვარ ჯერ, მე ჩემ საქმეს ვაკეთებ. ადამიანები, რომელსაც არ სურთ ლიტერატურის განვითარება, ადამიანები, რომელსაც არ სურთ სიმართლის საუბარი, ადამიანები, რომელიც შურითა და ბოღმით არიან სავსენი და პირველ რიგში ადამიანებს, რომელსაც არ სურთ კულტურის აღორძინება ქვეყანაში. აი ეს არის რაღაცა ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ამ იმით ეწევიან, ესეთ საქმიანობას ეწევიან და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა სხვა ხერხს მიმართეს, როცა დაინახეს, რომ ეს გზა ამოუკეტე, ჯერ თავიდან დაიწყეს ის, რომ ესე იგი შედიოდნენ, თქვენ ვერ ხედავთ ამას და მე ვუყურებ იქ საათს, რამდენი საათით არის წაკითხული და როდესაც ეს ძალიან დიდია შემსვლელი, მაგრამ წამკითხავი ძალიან ცოტა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაც სპეციალურად შედის. მე ხამ სოციალურ ქსელებს რო გითხრათ, კარგად არ ვიცნობ, იმიტომ რომ ამისთვის არასდროს არ მეცალა და გადავწყვიტე, რომ დამეწერა ამის შესახებ და მეკითხა რა ადამიანებისთვის, რომლებიც ერკვევიან ამაში, ეს რას ნიშნავს, რა და როგორ უნდა ვებრძოლო ამას და ასე შემდეგ. როდესაც წამოვიდა, მე გთხოვეთ, რომ მოიწონეთ მეთქი, ზუსტად ამიტომ გთხოვეთ, რომ როდესაც წამოვიდა უკვე მოწონებები ცოტა მეტი, აქ შეჩერდნენ უკვე და აღარ გააგრძელეს ის შესვლა, რომ ესე იგი მოწონება ნაკლები ყოფილიყო და შემსვლელთა რაოდენობა ძალიან დიდი, რაც იმის მიმანიშნებელი იყო, რომ ეს ნაწარმოები არ ვარგო და ან ეს თქვათ ჩემი გამოსვლა, რომ ხალხს არ მოეწონა და არ მოიწონეს და ამისათვის ესე იგი შეუდგნენ ახლა სხვა გზას, როცა დაინახეს, რომ მოწონებებმა მოიმატა. კერძოდ რას? აი მაგალითად ახალ თქვენ მიაქციეთ ყურადღება, როგორ აკლდება აი ამ რომანს, თავიდან როგორ ქონდა 400, მერე 200, მერე ის და როგორ აკლდება მნახველთა რიცხვი, როგორ აკლდება მომწონებელთა რიცხვი და ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ეს თვითონ ეს ლიბერალები აკეთებენ ამას, ჩემი აზრი ასეთი, რომ ესე იგი წუხელის, როდესაც მაპატიეთ და ვიძინებდი ღმერთს ხომ ჭირდება დაცინება მართალია 4 საათზე მეც ვერ ვიძინებ დღე რამეში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როდესაც ვიძინებდი, მე გამოვრთე ის და ვნახე რამდენი მოწონება იყო. მოწონება იყო 12 და დილას, როდესაც 5 საათზე გამეღვიძა, იყო 7 მოწონება. და ეხლა წარმოიდგინეთ, თქვენ ეხლა ამით დაიწყეს манипуლირება და მოკლებული იყო გამომწერთა რიცხვი საგრძნობლად. ესენი არიან თვითონ, რომლებიც თვითონვე გამოიწერეს, თვითონვე გარბიან, თვითონვე იწონებენ, მერე თვითონვე გამოიწონებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ერთი რამ მინდა ვუთხრა მათ, ჩემი გონება მასე ადვილად მოსარევი რო ყოფილიყო, აქამდე კი ვერ მოვახსევდი და ესე გამართულად. მაშინ მეც ვიქნებოდი რაღაც გაბეჭავებული და მეც ვიქნებოდი სადღაც ბევრჯერ მithქვია და კიდევ გავიმეორებ, რომ სადღაც ღობის ზირას ვიждდებოდი და ან ნარკოტიკების ქვეშ ვიქნებოდი, ან არყისა და ღვინის ქვეშ.
არა ვარ ესე ადვილად მოსარევი ადამიანი რა, არც ისე და არც ასე და არც არანაირად და ამიტომ მე ერთ რამეს ვეტყოდი ჩემს ძვირფას გამომწერებს და სხვათა შორის იმ ძველ გვარდიას, რომლებიც ადრე მიწერდნენ ხოლმე ძალიან კარგ რა ქვია კომენტარებს ყველა მახსოვს აბსოლუტურად თითქმის იმიტომ რომ ყოველთვის ვათვალიერებ ხოლმე ძველ იმას, ავთუკა, ჩემო ბატონო გიორგი მერაბი, ნინო დოლიძე, ნატალია რობაქიძე და ბევრი რა ძალიან ბევრი ადამიანი აღარა ჩანს იცით, აღარა ვიცი ესე იგი არ ვიცი ეს ხალხი სად დაიკარგა, მაგრამ მე მივმართავ ყველას ახლა ვისი სახელი და გვარიც ვერ ვთქვი, არ ეგონოს რომ ისინი იქ მყავს და ვხედავ. გამოჩნდით, მოდით დადექით იცით, ჩემ გვერდში კი არ დადექით ამ შემთხვევაში, დადექით ქართველი ხალხის გვერდში, რომელსაც უნდა მივაწოდოთ ესე იგი ხარისხიანი ლიტერატურა. მე მივცემ ჩემ თავისუფლებას ვთქვა ეს, იმიტომ რომ რასაც აქ ისმენთ, ეს არის სიმართლე. მე რომ ამას მოვრჩები, მე რაც შექპირდით ჩემ სიტყვას არ გავტეხავ და მე ამას დავამთავრებ და ვეცდები მეტი წავიკითხო, ვეცდები ნაკლები ემოციით, ნუ გავიმაგრე თავიდან, ვეცდები ნაკლები ემოციით გამოვხატო ეს ყველაფერი და მოვრჩე. და ამას რომ მოვრჩები, ერთ ჩემ აზგარდაცვლილ მეგობარზე ძალიან საინტერესო რამ უნდა მოგიყვეთ და თქვენი აზრი აი იმაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის, რომ მე ისედაც ვიცი დაახლოებით რა სულის ადამიანები მყევხართ ეს ადამიანები, რომლებიც იღებთ მონაწილეობას ამ იმაში, მაგრამ ამას რომ დავამთავრებ, მე მოგიყვებით და აი იქ მაინტერესებს თქვენი აზრი, იმიტომ რომ მე ისეთი ის შევარჩიე ეპიზოდი ჩვენი ურთიერთობის და ეს ისეთი ამბავი შევარჩიე, რაც დაფიქრებას აუცილებლად საჭიროებს და ის ძველი ხალხიც გამოჩნდით. მე ძალიან გამიხარდება თქვენი ჩემ გვერდზე ხილვა. ახლა კი დავიწყებ იმ ადგილს, რომლის დაწერაც ძალიან გამიჭირდა, ბევრი რამე გამიჭირდა ამ წიგნში და საერთოდაც ახლა როდესაც რამეს ვქმნი, არის ადგილები, სადაც ძალიან დიდ იმას ვდებ ენერგიას და ამიტომ არის ხოლმე რომ ვერ ვკითხულობ გამართულად. ახლა ვეცდები რომ ეს ძალიან მძიმე ადგილი წაგიკითხოთ გამართულად და თუ კი რაიმე რაღაცა ხარვეზი იქნება ჩემ იმაში რომ ცოტა ემოცია მომაძალება, ვეცდები რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ ბოდის გიხდით წინასწარ. მაშ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ჩვენ იქ გავჩერდით რომ სადარბაზოს კიბეებს დაუყვა, რაღაც მოიფიქრა და სახლის კარი მიიხურა და გავიდა ანტონი და გავაგრძელებ აქედან. ხეთა შორის პერიოდულად შემოჭრილი ქარი და მისგან გამოწვეული ღმუილი ბუნების გაჯავრებას მოასწავებდა, რომელიც ჩანდა, რომ საავდრო ღრუბლების მეშვეობით წუთი წუთზე მასიური წყლის ჭავლით დააცხრებოდა ცოდვილ მიწას. სიბნელეში ჩამალული სასაფლაოს შუაგულში, შორიდან მოსული მკრთალი შუქის ფონზე მამაკაცის სილუეტი გამოჩნდა, რომელსაც ერთ ხელში ჩამქრალი ფარანი ეჭირა, ხოლო მეორეში ნიჩაბი და მოკლე ძალაყინი. ამ კუნაპედ ღამეში ის მოვიდა იმ საიდუმლოებით მოცული მოვლენის ამოსახსნელად, რომლის პირველი ნაწილი ჯერ კიდევ კუიბიშევში მოახვია მას დაზვერვის სამმართველომ. ჭეშმარიტების დასადგენად სხვა გზა არ არსებობდა და ანტონ სავიჩევი ღამის 3 საათზე დედის სავარაუდო საფლავის მოთხრას შეუდგა. გამაგრებულ მიწაყრილზე მძლავრად მოქნეული ნიჩბის ჩახანს და ქვაღორღზე მისი რკინის პირის ღრჭიალს აშრიალებული ფოთლების ხმა ფარავდა. ციდან მეჩხერად წამოსულ წვიმის წვეთებს კი ანტონის გვერდით მდგარი ფართოდ გატოტილი ხე საკუთარ სხეულზე ინაწილებდა და თავის ქვეშ მდგომ ღამეულ სტუმარს დასველებისგან იცავდა. მუხლებამდე თხრილში ჩამდგარი აწუკვე ყოფილი ჯარისკაცი გამალებით უტევდა მიწას და
ბელტებად ამოჭრილ მის გორახებს გვერდითა ზედაპირზე ყრიდა. თვალთა ხედვა ძალიან ჭირდა, მაგრამ ტენით დამძიმებულ, შავად ჩამოკუფრულ ღრუბლებში პერიოდულად შემოჭრილი ელვა გრაგნილად დარბოდა ცის ერთი კიდიდან მეორეზე და თავისი ნათებით სამუშაოს სწორად წარმართვაში ეხმარებოდა ანტონს. ყოველ ასეთ გაელვებას გრგვინვა და გრუხუნი მოსდევდა, რომლის პარალელურად იზრდებოდა და ხშირდებოდა წვიმის წვეთები. სავიჩევი უკვე სველდებოდა, მაგრამ მაინც სწრაფად მიიწევდა სიღრმისაკენ. ცოტა ხნის წინ თხრილიდან მისი თავიღა მოსჩანდა და ეს წუთია ისიც გაუჩინარდა. დაბლიდან ნიჩბის ყრუჩახანი ისმოდა. უეცრად მოქნეული ძალაყინი მიწაში რაღაცას მოხვდა, რომლის მოგუდულმა ხმამ ჟრუანტელად დაუარა ანტონის მთელ სხეულს. მის გონებაში გაბატონებულმა შიშმა, რომელიც თავის მხრივ ქაოტურ გაურკვევლობაზე აღმოცენდა, ფართოდ გაუხსნა კარი უცაბედად მოვარდნილ ემოციას და თავის მონათესავე გრძნობასთან ერთად ამდენი ფიქრებისაგან ისედაც დაუძლურებული ადამიანის ნერვული სისტემა მექანიკურ მოქმედებაზე გადაიყვანა. ანტონ სავიჩევს მუხლი მოეკვეთა და ჩაიჩოქა. თავი რომ შეემაგრებინა, ძალაყინს ხელი გაუშვა და უკვე კარგად დასველებულ და ატალახებულ მიწას ხელებით დაეყრდნო. კოკისპირულად აწვიმდა ამ ოთხრილ საფლავში 4-ზე დამდგარ კაცს, რომელიც ხელით იმ ადგილს ფხოჭნიდა, საიდანაც 2 წუთის წინ სავარაუდოდ კუბოზე შეხების ხმა მოესმა. ერთ-ერთი ხელის გული მალევე შეეხო ცივ მეტალს. ინსტინქტმა მასზე შეხებისთანავე უყუაგდო ადამიანის ხელი და საშინელი მოლოდინის რეჟიმში წარმოქმნილი ფიქრები აცახცახებულ სხეულს ორმაგი ძალით დაუპირისპირა. იგივე ფიქრებმა პარალელური დარტყმა მიაყენა გონისმიერ ყურსაც, რომელსაც ასეთი სიტყვები გაუგზავნა: ამ სასახლეში განისვენებს ნინა მაქსიმოვნა. ანტონ სავიჩევს ტანში გააჟრჟოლა, მაგრამ ეს არ იყო წვიმისაგან დასველებული ორგანიზმის ადეკვატური ქმედება. მან წარმოიდგინა, რომ იმ მასიური თუნუქის ქვეშ, რომელზედაც თავად იდგა, თავისი დედა ესვენა. გრგვინავდა ზეცა და კვლავ აწვიმდა ანტონს, რომლის თმებიდან სახეზე ჩამოსული წვიმის წვეთები თვალიდან გადმოფრქვეულ ცრემლს ერთვოდა და ასე ერთობლივად ებყურებოდა მიცვალებული სასახლეს. დრო არ ითმენდა, აზროვნება უნდა შებრძოლებოდა ემოციას და შიშს, ინსტინქტსა და ქაოტურ ფიქრებს, რათა ბოლომდე ამოეხსნა ნინა ბერდიევას გაქრობის საიდუმლო. სავიჩევი ჩაჩოქილ ფეხებს ტალახიანი ხელებით დაეყრდნო და წამიერად მოუხუჭა თვალი, სულში თუ ცხადში არსებულ რეალობას, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი აზროვნება ამ რთული რეალობის დასაძლევად უკვე დაიძრა და პირველი იარაღი, რომელიც მისმა თითქმის დაპყრობილმა გონმა თავისი დამპყრობლების წინააღმდეგ გამოიყენა, მეხსიერების საცავიდან კუიბიშეული მასკარადის კიდევ ერთხელ ამოწევა იყო, რომელსაც უმალ მოჰყვა იდუმალი ხმა: ამ სამარხში დედას ნუ ეძებ, ის აქ არ არის. რამდენიმე წამის განმავლობაში ეს ხმა არ გამქრალა და ექოს სახით მოსძახოდა აქეთ-იქიდან. დროის ამ უმცირეს მონაკვეთში მისმა მთავარმა სურვილმა, რომელიც ქვეცნობიერში ცოცხალ ნინა მაქსიმოვნას წარმოადგენდა, გაშმაგებით გადმოლახა გადაკეტილი გზა და აზროვნების არეალში შეიჭრა. წამების წინ შიშისა და შფოთისაგან განთავისუფლებულ და მოსუფთავებულ გონებრივ სივრცეში ერთმანეთს შეეჯახნენ სურვილი და იქ გაბატონებული ექოთ დარჩენილი ხმა, რომელთა შეჯახებისას, როგორც ბუნებაში ხდება, წარმოიქმნა უდიდესი ძალა, რომელიც მაშინვე გადანაწილდა სხეულზე. ანტონ სავიჩევი ფეხზე წამოდგა. ფარანი გამართა და ყოველგვარი ემოციის გარეშე დაათვალიერა შესრულებული სამუშაო, რათა მისი შემდგომი მიმართულება სწორად განესაზღვრა. წვიმა ჯერ შენელდა და შემდეგ მალევე შეწყდა. აღარც ქარიქროდა და ჭექა-ქუხილის ხმაც სადღაც გამქრალიყო. ისეთი სიმშვიდეს უფევდა, თითქოს სულ რაღაც ნახევარი საათის წინ აბობოქრებული არ ყოფილიყო ბუნება. მიცვალებული სასახლის ზედაპირიც გადაწმენდილია უკვე მიწისაგან, რომლის ერთ კუთხეში ძეგლივით გაშეშებულა სავიჩევი. ის ფარნის სინათლეზე ათვალიერებს სასახლის ზედაპირს და მისი გახსნისთვის ემზადება.
გასალკილდებებული და ყურებს დედის შესაძლო განსასვენებელს და თითქოს რაღაცას კიდევ სჯის გონებაში. შემდეგნელი მოძრაობით იმუხლებს, ალბათ გრძნობს, რომ ზედმეტ ფიქრს აზრი აღარ აქვს და ძალაყინის მოშველიებით ცდილობს თავსახურის ახდას. ისმის სამაგრის ჭრიალი და ზედაპირის ერთი მხარე მაღლა იწევს. ანტონმა მოპირდაპირი ადგილზე გადაინაცვლა და იქაც იგივე მოიმოქმედა. დაბლიდან სპეციფიური, საშინელი სუნი ამოვარდა, მაგრამ გარდაცვლილი დედის მაძებარი კაცისთვის ეს აუტანელი არ ყოფილა, რადგან მისთვის მთავარი იყო ერთი რამ, ესვენა თუ არა იქ მისი დედა. მან კიდევ ერთხელ გადაამოწმა თავისი ნერვები, სახედაჭიმულმა ზეცა სახედა და არც თუ ისე ნელი მოძრაობით ახადა სარქველი მიცვალებულის სასახლეს. დედა? აღმოხდა ყელიდან მოგუდული ხმა ანტონს, როდესაც ფარნის სინათლეზე ადამიანის ნახევრად გახსნილ გვამს დახედა. სახეზე და ხელის მტევნებზე ამოსაცნობი ნიშნები უკვე წაშლილი იყო. ერთადერთი თვალში მოსახვედრი, რამაც შვილს კითხვის ფორმით სიტყვა დედა ამოათქმევინა, იყო თმა და ნაცნობი ტანსაცმელი. მეტი მამტკიცებელი იმისა, რომ სამარხში ნინა მაქსიმოვნა ესვენა, არ არსებობდა. სავიჩევი წელში ნახევრად მოიხარა, რათა უფრო კარგად შეძლებოდა ამ ყველაფრის დათვალიერება, მაგრამ ისევ და ისევ თმისა და ტანსაცმლის გარდა სხვა ვერაფრით აკავშირებდა საკუთარ დედასთან. წვალობდა ანტონი, ერთხან სიგრძეშიც კი ზომავდა თვალით, მაგრამ ცოცხალი დედის სიმაღლე მიცვალებულის სიგრძეს ვერაფრით დაადარა. ნახევარი საათის განმავლობაში დასცქეროდა გვამს ზემოდან და ცდილობდა ეპოვნა რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც დაარწმუნებდა დედის გარდაცვალებაში, მაგრამ მის ასეთ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია. ტანსაცმელი და თმა, აირაზე ფიქრობდა გამალებით მისი გონება. დიდი ფიქრი არ დასჭირვებია გამოერიცხა თითქმის ძვლებზე მიჭმუჭნილი დედის სამოსი, რომელიც მისი აზრით შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო სხვა სხეულზეც. რჩებოდა თმა, რომლის ირგვლივ ასტრიალებდა მისი აზროვნება და ალბათ კიდევ დიდხანს იქნებოდა გამოუვალ მდგომარეობაში, უეცრად მოხუცი მეზობელი ქალბატონის სიტყვები რომ არ გახსენებოდა. ნინა ისე დავასაფლავეთ, თვალით არავინ გვანახაო. ამ სიტყვებმა გზა გადაუღობა უმისამართოდ შორს წასულ მის ფიქრებს და ისეთი მიმართულება მისცა, რაც ერთი შეხედვით სულაც არ იყო ლოგიკას მოკლებული. ანტონ სავიჩევმა ფარნიანი ხელი დაუშვა და დაჭიმულ ზამბარასავით მომართულ სხეულს მოდუნების საშუალება მისცა, რამაც თავის მხრივ საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად მშვიდი გონებრივი ფონის შექმნას შეუწყო ხელი. დედაჩემის სამხედრო ნაწილში სტუმრობის შემდეგ დაახლოებით 3 თვეა გასული. დაკრძალვის დღე კი მიგვანიშნებს, რომ ჩემგან წამოსული იმავე ან მაქსიმუმ მეორე-მესამე დღეს უნდა გარდაცვლილიყო. თუ იმასაც გავითვალისწინებ, რომ ჩამოსვენება 3-4 დღე მაინც დასჭირდებოდა, ამ გამოთვლაში შეცდომა გამორიცხულია. ესე იგი გამოდის, რომ დედას ჩემგან წამოსულს შეემთხვა რაღაც. ანტონმა თავი დახარა, მექანიკურად მიმოატარა მზერა სამარეს და კვლავ ფიქრს მიეცა. კანონით, ვისაც ოჯახის წევრი გარდაეცვლება, მცირე შვებულებით ყველას უშვებენ საჯარისო ნაწილიდან, რათა ჯარისკაცი დაესწროს გარდაცვლილი ნათესავის დაკრძალვას. მე კი ამის შეტყობინებაც არ მომსვლია. მისი გარდაცვალებიდან 2 თვენახევარზე მეტი დრო გავიდა და სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან მთლიანად გამანთავისუფლეს კი, მაგრამ თუ სახლში მიშვებდნენ და საერთოდ მიხსნიდნენ ვალდებულებას დედაჩემის დაკრძალვამდე, ამაში რა უშლიდათ ხელს? თითქოს რაღაც მნიშვნელოვანს მიაგნო ანტონმა, რომელმაც ჯერ დახრილი თავი წამოსია, შემდეგ კი თხრილიდან ამოვიდა. ფეხის ათრევით მივიდა იქვე მდგარ ხესთან და მასზე უშნოდ გამოსულ წანაზარდს ხელით დაეყრდნო. რას ნიშნავს ეს? კიდევ ერთხელ დასვა კითხვა და კვლავ გონისმიერ მსჯელობას მიჰყვა. ამდენი დრო რაში დასჭირდათ? რა დევს დროის ამ მონაკვეთში? მისი გონება გაშმაგებით უტევდა იმ ურთულესი ამოცანის არსს, რომელიც ამ საქმეში გამობრძმედილი რამდენიმე ადამიანის თავში იყო მოხარშული. შეძლებს კი ანტონი თავისი ინტელექტით სისტემის იდეოლოგთა დამარცხებას, მიუყვეთ მის მსჯელობას და შემდეგ მოქმედებას, რომელმაც რაიმე ფორმით აუცილებლად უნდა მიგვიყვანოს ლოგიკურ დასასრულამდე. დრო აგრძელებდა ფიქრს ანტონი, რომელმაც უეცრად ისე მიატრიალა გვერდით თავი და
ისე გახედა ბნელ სივრცეს, რომ თითქოს იქ შორს რაღაც შენიშნაო. გასაგებია, რაშიც დასჭირდათ ამ დროის გაყვანა. ჩაილაპარაკა ჩუმად თავისთვის. ხის გვერდით ფიცრისაგან გაკეთებულ დაბალ სკამზე ჩამოჯდა, მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და ისევ გონებრივ განსჯაზე გადაერთო. რატომ არ გამათავისუფლეს და დამასწრეს დედის დაკრძალვას? პასუხი ერთია, მე მოვითხოვდი დედის ცხედარის ნახვას, რაშიც წინააღმდეგობას ვერანაირი კანონით ვერ გამიწევდნენ. მეზობლებს რატომ არ აჩვენეს იგივე ცხედარი? იმიტომ რომ შიგნინა მაქსიმოვნა არ ესვენა და მის მაგივრად სხვა დაკრძალეს. დიახ, ეს დრო ზუსტად იმაში იყო საჭირო. მე როცა დავბრუნდებოდი და შევიტყობდი, რომ არც ერთ მეზობელს მიცვალებული დედაჩემი არ უნახავს, შეიძლება არ მერწმუნა მისი სიკვდილი. მეტადრე კუიბიშევის შემდეგ და ამის გადასამოწმებლად საფლავიც კი მომეთხარა. სამარეში კი დამხვდებოდა დედაჩემის თმისფერის მქონე და მისი ტანსაცმლით შემოსული უკვე გახრწნილი გვამი, რითაც ვირწმუნებდი მის გარდაცვალებას. მე არ ვიცი, ადამიანის ცხედარი რამდენ ხანში და როგორ იხრწნება. აქედან გამომდინარე, არც ის არის გასაკვირი, გვამი უფრო ძველიც რომ იყოს. კი, ეს დრო ამიტომ უნდა გასულიყო, თორემ ჩემი გათავისუფლება, როგორც ხედავდი, სიძნელეს არ წარმოადგენდა. დიახ, მე არ უნდა დავსწრებოდი დაკრძალვას, რათა არ გამეგო, რომ მათ მიერ ჩამოსვენებული ადამიანი დედაჩემი არ იყო. ეს კუიბიშეული ფარსის გაგრძელება და ჩემთვის ნაცნობი ქმედებაა სისტემის მხრიდან. ამიტომ არ მჯერა ნინა მაქსიმოვნას გარდაცვალება და ვფიქრობ, რომ ის ისევე ცოცხალია, როგორც მამაჩემი ალექს სავიჩევი. რაც შეეხება მათ პრიმიტიულ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩემს დასარწმუნებლად მიიღეს, საკმარისი არ არის ჩემი წარმოდგენის შესაქმნელად. ანტონი ფეხზე წამოდგა, შეძლების დაგვარად წელში გაიშალა და საბოლოოდ დასკვნაც გააკეთა. დედა ცოცხალია. მე კი შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს. ავდრიანი ღამის შემდეგ ძალა დაკარგული ნიავი ჯერ კიდევ მიერეკებოდა აქეთ-იქით გაფანტულ ღრუბლებს, როცა აღმოსავლეთ ჰორიზონტზე 2 საათის წინ განრისხებულ და ახლა უკვე დადუმებულ ზეცას ალიონის ძნელად შესამჩნევი სინათლე წამოეპარა. ანტონ სავიჩევმა ამოვსებულ საფლავზე აქუჩებული მიწა საბოლოოდ მიმოასწორა, მიცვალებულის ვინაობის აღმნიშვნელი ტრაფარეტი ძველებურად ჩაამაგრა და სახლისაკენ აიღო გეზი. ის მიდიოდა ქანს გაწყვეტილი, ტალახიანი და სველი ტანსაცმელი ტანზე შემოშტობოდა და მოძრაობაში ხელს უშლიდა. ფეხებიც აღარ ემორჩილებოდა სრულად და გადაციებული ორგანიზმიც ერთიანად უცახცახებდა. ამ ყველაფერს სასაფლაოზე ვერ გრძნობდა, რადგან მისი გონება მთლიანად დაკავებული იყო დედაზე ფიქრით. ახლა კი აღარაფერს ფიქრობდა იმის გარდა, რომ სანამ ინათებდა და ხალხი გამოიშლებოდა, სახლამდე მიეღწია. ალიონს უკვე შეფერილი ჰქონდა ცის კიდე, როცა ანტონი თავის სადარბაზოში შევიდა და მეოთხე სართულამდე ძლივს ააღწია. აბაზანას დიდი გაჭირვებით მოამზადა და როგორც იქნა, საწოლამდეც მივიდა, მაგრამ ვერ იქნა და ვერ ჩათბა თბილსაბანში. ვერც კანკალი დაიოკა, რომელიც დრო და დრო კბილებსაც კი აცემინებდა ერთმანეთზე. ასე იწვალა 1 საათი, რის შემდეგ შეცხელება დაეწყო და სულ ცოტა ხანში მთელ სხეულში იგრძნო მხურვალება. ეჭვი არ იყო, რომ მას სიცხე აუწია. ძლივს წამოდგა საწოლიდან, კარადამდე რომ მისულიყო, სიცხის საზომის ასაღებად. ფეხები თითქმის პარალიზებული ჰქონდა. კიდევ კარგი, რომ თავის კარის მეზობელ მოხუც ქალბატონს მიუკაკუნა და ამცნო თავისი მდგომარეობა, თორემ მოკლე ხანში ამასაც ვეღარ მოახერხებდა. ქალი ძალიან შეწუხდა, როცა ანტონი საწითლებულ და სიცხისაგან გაორვარებულ სახეს შეხედა. სწრაფი მოძრაობით სახლში შებრუნდა, საიდანაც პატარა ჯამი, მარლის ნაჭერი და ბოთლით ზმარი გამოიტანა. აბაშვილო, უთხრა ანტონს, რომელიც საწოლში გაჭირვებით წვებოდა. ახლა სიცხე გავიზომოთ და შემდეგ ვიმოქმედოთ. დედაშვილური ტონით მიმართა ქალმა და ფეხებთან საბანი შეუსწორა. ტემპერატურა 40 ნიშრულს მიახლოებოდა. ავადმყოფი უკვე წრიალებდა და მექანიკური მოძრაობები ეწყებოდა. მისი ასეთი მოქმედება მეტყველებდა, რომ სიცხე უფრო მაღლა მიიწევდა. თვალებიც ნელ-ნელა კარგავდა რეალობის აღქმის უნარს, რაც იმას ნიშნავდა, რომ აზროვნების მთელი სისტემა აგონიურ მდგომარეობაში გადადიოდა. მოხუცი ციბრუტივი ტრიალებდა. კერდი და ხელები წყალგარეული ძვლით დაუზილა ანტონს. შემდეგ იმავე სითხეში ჩასველებული, წინდებიც ამოაცო ფეხებზე. საბანი უფრო კარგად შეუსწორა და მისი საწოლის გვერდით ჩამოშდა. ცოტა ხანს ასე უყურა სიცხისაგან გათანგულს. მის თვალში სევდა და ნაღველი მოსჭანდა. რადგან ანტონმა დედის სახით ის ერთადერთი ადამიანი დაკარგა,
რომლის მეტი არავინ ჰყავდა ქვეყანაზე. ქალბატონმა სინანულით თავი გააქმნია. თავის თვალსაჩინში გამოზრდილ ბიჭუნას თმებზე ხელი ფრთხილად გადაუსვა და გაამხნევა. ნუ გეშინია შვილო, სიცხე ძალიან მალე დაგიწევს. ეს ხალხური მეთოდია და უტყუარი. ყველაფერი კარგად იქნება, დამშვიდდი. მე აქ ვარ და არ მიგატოვებ. ჩურჩულის ხმაზე ეუბნებოდა მოხუცი და თან გავარვარებულ შუბლზე ზმრიანტილოს უსწორებდა. რომ ამ დროს ანტონმაც ამოილუღლუღა. მოხვედი დედი, რამდენი გეძებე. ცოტა ხანს გაჩუმდა, რადგან ნიკაპი აუკანკალდა. ისე ცრემლის მოცვლას რომ უსწრებს ხოლმე წინ. შემდეგ თვალიდან ერთი კურცხალი ჩამოუგორდა და გაუმართავი ძლივს გასაგონი ხმით განაგრძო. კი უგრძნობდი რომ მოხვიდოდი, მაგრამ თან არ მჯეროდა. ასე აღარ მიმატოო, რომ არ ვიცოდე სათხარ თორემ გამიჭირდება კიდევ ერთხელ ამის გადატანა. მე ხომ შენს მეტი არავინ მყავს, დედი. ვის უნდა ვუთხრა, რას ვფიქრობ და რა მინდა? აქ იყავი და აღარ წახვიდე. ბოლო სიტყვები ძლივს გაამოთქვა ანტონმა და ერთი ხელით მისწვდა მოხუცის ხელს, რომლითაც ის ოფლიან სახეს უმშრალებდა. მეზობელ ქალბატონს თვალებიდან ცრემლის ზღვიარება გაზდიოდა და ცდილობდა, რომ ამ ქვითინს ხორხიდან ხმა არ ამოჰყოლოდა. წვალობდა ქალი და მეორე ხელი ძლივს ასწრებდა თვალების შემშრალებას. ეს დაძაბული სიტუაცია დიდხანს არ გაგრძელებულა. 15 წუთის შემდეგ ანტონს სიცხე საგრძნობლად დაეწია და დაქანცული და დაუძრურებული, როგორც იქნა ძილს დამორჩილდა. სავიჩევი ღრმად და სწრაფად სუნთქავდა. დრო და დრო შფოთავდა და კრთებოდა, მაგრამ ამდენი ვაივაგლახის შემდეგ მისი ორგანიზმი გარკვეულწილად მაინც ისვენებდა. ასე გავიდა დაახლოებით 3 საათი. ამ ხნის განმავლობაში მეზობელმა ქალმა მოასწრო უბნის ექიმის გამოძახება, რადგან იფიქრა, რამე სერიოზული არ გაპაროდა და არ დამძიმებოდა ავადმყოფი. მოხუცი სავარძელში იჯდა. ანტონს სიცხე კვლავ მაღლა უწევდა და უკვე ძილღვიძილში იყო, რომ ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა. უბნის ახალგაზრდა ექიმი ოთახში შემოვიდა. ნაზიქალური მოძრაობით ყელი მოიღერა. ანტონს ღიმილიანი სახით დახედა და იმედის მომცემი ხმით წარმოთქვა. აბა, რა დაემართა ჩვენს ლამაზ და ჯანღუნით სავსე ბიჭს? სავიჩევი უკვე გამოფხიზლებული იყო, მაგრამ ცოტა არ იყოს მაინც გაუჭირდა სწრაფად იმის გააზრება, რომ მასთან ექიმი იყო მისული. სიცხე მაქვს ექიმო, გავცივდი ალბათ, წარმოთქვა ენის ბორძიკით ანტონმა. ექიმმა ჩანთიდან ფონედოსკოპი ამოიღო და მას მიმართა. თუ შეგიძლია საწოლში წამოჯექი, რომ ფილტვებს მოусმინოთ. ანტონმა ძლივს შეძლო საწოლში წამოჯდომა და თხელი მაისურის აწევა. ღრმად ისუნთქე, მიმართა ექიმმა და მთელი ყურადღება ფილტვებიდან გამოსულ ხმას მიაპყრო. სულ ცოტა ყანში მას სახე შეეჭმუხნა და ფონედოსკოპის მონაცვლეობით ზურგის მხრიდან ყველა წერტილს მოусმინა. აბა, ახლა აქეთ შემოbrunდი, წინა მხარეც რომ მოვისმინოთ. უთხრა სერიოზული სახით ექიმმა და დაელოდა ავადმყოფს, რომელსაც ძალიან გაუჭირდა ახალ პოზაში გადასვლა. შევამჩნიე, რომ თითქოს ფეხების მოძრაობა გიჭირს, უთხრა ექიმმა და ეჭვის თვალით შეათვალიერა ავადმყოფი. კი, სამხედრო სამსახურიდან გამოყოლილი ტრამვაა, რომელმაც ალბათ ახლა გაცივებისას შემახსენა თავი, ამოთქვა სიცხისაგან დასუსტებულმა ანტონმა და ცალ-ხელზე დაყრდნობით შეეშველა ძალადაშრეტილ სხეულს. ახალგაზრდა ქალბატონმა ზედმიწევნით გასინჯა ანტონი. მათ შორის დაუთვალიერა ფეხების და გადაწყვიტა, რომ ავადმყოფი სასწრაფოდ სტაციონარში უნდა გადაეყვანათ, რათა მოსალოდნელი გართულებები თავიდან ყოფილიყო აცილებული. მან მოხუც მეზობელს ისიც გაუმხილა, რომ ფილტვების ყველა უბანზე ანთებითი პროცესი მიმდინარეობდა, რაც დაზიანებული ფეხებისთვის შეიძლება კატასტროფად ქცეულიყო. დიდი ფიქრის დრო აღარ იყო და ექიმმა თავად გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ანტონი გადაყვანილ იქნა კლინიკაში. 3 დღის შემდეგ სიცხე საბოლოოდ დაუბრუნდა თავის ნორმალურ ნიშნულს. ფილტვების ანთებამაც საგრძნობლად დაიხია უკან. ფეხებზე ჩატარდა სათანადო მკურნალობა და სავიჩევმა საწოლიდან წამოდგომა შეძლო. ამ ხნის განმავლობაში მეზობლები ყოველ დღე ნახულობდნენ. განსაკუთრებით მოხუცი ქალბატონი დასტრიალებდა თავს, რომელმაც პირველადი დახმარება აღმოუჩინა ანტონს და რომ არა ის ძალიან გაუჭირდებოდა მარტოს იმ მდგომარეობიდან გამოსვლა. ასე რომ კლინიკის მეტპერსონალის ძალისხმევამ და მეზობლების ყურადღებამ შედეგი გამოიღო და სავიჩევი 10 დღის შემდეგ გამოჯანმრთელებული საავადმყოფოდან გამოეწერა. მართალია ცოტა სისუსტეს კიდევ გრძნობდა, მაგრამ ეს ახლად ჩამქრალი ანთების მახასიათებელი იყო და მეტი არაფერი. სახლი ერთობ მოწესრიგებული დახვდა, ხოლო ტალახიანი ტანსაცმელი გარეცხილ დაუთოებული.
მის ახალ დედობილს ყველაფრისთვის მიუხედავს, რათა დედის გარეშე დარჩენილი ბიჭისთვის ყოფა შეემსუბუქებინა. ანტონი სავარძელში მძიმედ დაეშვა და ნინა მაქსიმოვნას ოთახს სევდიანი მზერა მიმოატარა. რასაც ახლა ის განიცდიდა, მის გულში ამ გრძნობას ვერავინ და ვერაფერი ამოავსებდა. აქედან გამომდინარე მთელი მისი აზროვნება ამაზე იყო დაფუძნებული, მაგრამ ერთი ფიქრი, ერთი პატარა მიმართულება, მადლიერების გრძნობით გაჯერებული, მაინც მიემართებოდა მოხუცი მეზობლისაკენ. სწორედ ამ მადლიერებისგან ნაშობმა ფიქრმა გადაკეტა გონებაში ქაოსისკენ მიმავალი გზა, რითაც გულში დაბუდებულ სევდას მართვის სადავეები წაართვა, რაც უკვე თავისთავად ნიშნავდა სიახლეს, ანუ ბიძგს ახალი ცხოვრების დასაწყებად. გავიდა 2 დღე, ანტონის სახლიდან არ გამოსულა, მისაღებ ოთახში ატარებდა ძირითად დროს და დივანზე მიწოლილი და ჭერს მიპყრობილი უკანასკნელად აანალიზებდა წარსულს, რის ფონზეც აწყობდა სამომავლო გეგმას. მისი დასკვნა მარტივი იყო, როცა ფიქრობდა, რომ დედას ვერანაირი გზით ვერ მოძებნიდა, რადგან ოფიციალურად ის გარდაცვლილად რჩებოდა, თუმცა თავად დარწმუნებული იყო მის სიცოცხლეში. რაც შეეხება მის სამომავლო გათვლას, ეს გადიოდა უნივერსიტეტში მოხვედრაზე, საიდანაც 1 წლის შემდეგ საბუთებს მოსკოვში გადაიტანდა. იქ კი სჯეროდა, რომ კაცია თვითონ მონახავდა და დედმამის მოძებნაში დაეხმარებოდა. აი ეს მიზანი წარმოშვა იმ ხელოვნურად შექმნილმა ცხოვრებისეულმა ტესტმა, რომელიც ანტონმა 2 დღიანი ფიქრისა და განშტის შედეგად გაიარა. 1960 წლის გაზაფხულია. ქვეყანას მართავს სოციოპათი ნიკიტა სერგიძე ხრუშოვი, რომლის ყოველი მოქმედებაც მის გონებრივ გადახრაზე მიუთითებს. რამდენადაც ღიმილის მომგვრელია მისი ქცევები, ნორმალური ადამიანის თვალში იმდენად საშიშიც არის მისი არსებობა, რადგან მის ხელშია გიგანტური სახელმწიფოს ბირთვული ჩემოდანი. მან ტახტზე ასვლიდან ძალიან მალე უკვე მოასწრო თავისი უსასტიკესი ბუნების გამოვლინება, როდესაც 56 წლის 9 მარტს თბილისში მისი პოლიტიკის წინააღმდეგ გამოსულ მშვიდობიან დემონსტრაციას სამხედროებმა მისგან მიღებული ბრძანების შემდეგ ტყვიამფრქვევებიდან ცეცხლი გაუხსნეს. ათობით ადამიანს ტანკებით გადაუარეს, ხოლო სიკვდილს გადარჩენილი ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტი ციმბირის გზას გაუყენეს. ასე გამოხატა ზიზღი ნიკიტა სერგიძემ სტალინისა და მისი სამშობლოს საქართველოს მიმართ, რომლის ცისქვეშაც ახლა ამ წუთას გზაჯვარედინზე დგას ანტონ სავიჩევი და არ იცის, რომელ მხარეს წავიდეს. მას არავინ ელის და არც თვითონ ეგულება სადმე ვინმე, ვისთანაც შეიძლება მივიდეს და დარდით სავსე გული მოიოხოს. მდუმარედ გაჰყურებს ქალაქის ცენტრალურ ქუჩას, რომელიც ისევ ძველებურად გამოიყურება. ნაცნობიც არავინ გამოჩნდა, რომ გამოლაპარაკებოდა, მხოლოდ ერთი უცხო მოხუცებული მამაკაცი მიესალმა, რომელსაც ანტონმა დაბლად დაუკრა თავი და გზის ნაპირს ნელი ნაბიჯით გაუყვა. 1 საათის განმავლობაში იარა ასე და დაღლა რომ იგრძნო, ცოტა ხნით დასასვენებელ პარკში სკამზე ჩამოжდა, სადაც უნებლიეთ სკოლის პერიოდი გაახსენდა. ის წარმოიდგინა სასწავლებლიდან მომდინარე თვითონ და მისი კლასელები მაღალი ხეების ჩრდილში რომ შეჩერდებოდნენ ხოლმე. ბავშვობამ დედა გაახსენა და ემოცია მოეძალა. მაშინვე წამოდგა და გეზის სახლისაკენ აეღო, რათა ფუჭი ფიქრებით აღარ გადაეტვირთა გონება. მას უნდა ემოქმედა და ეს იყო მხოლოდ გამოსავალი. დამთავრდა წარსულზე ფიქრის დრო. მის თავში ყველაფერი გარკვეული იყო. უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებამდე სულ სამიოდეთ ვერ რჩებოდა. უნდა მომზადებულიყო და ეცადა ბედი. მას სჯეროდა საკუთარი თავის და ჰქონდა იმის რწმენა, რომ ამ ბარიერს იოლად დაძლევდა. მეორე დილას ბიბლიოთეკაში სტუმრობით დაიწყო ანტონმა, საიდანაც ისეთი წიგნები წამოიღო, რომლებიც მომზადებისას აუცილებლად დასჭირდებოდა. ეკონომიური პრობლემები ჯერჯერობით მას არ ემუქრებოდა, რადგან მეზობელმა ქალბატონმა ნინასგან მისთვის ჩაბარებული 5000 იმანეთი გადასცა და თან დააყოლა. რუსეთში რომ მიდიოდა, სახლში დატოვებას ჩემთვის მობარება არჩიაო. ასე რომ აბიტურიენტ ანტონ სავიჩევს ყველა პირობა ჰქონდა საიმისოთ, რომ გამოცდებისთვის კარგად მომზადებულიყო. დიდი მადლობა ყველას, ვინც მისმენდით. ალბათ თუ შევძელით დღეს კიდევ ჩავწერ საღამოს უფრო და მე მინდა რომ სწრაფად დავამთავრო, იმიტომ რომ თქვენს ძალიან რეაგირებთ ამ ნაწყვეტ ჩანაწერებზე.
და ჩემთვისაც უკეთესი იქნება, რაც სწრაფად დავამთავრებ. ერთი სიტყვით თუ გინდათ რომ ადამიანებს მისწვდეთ ეს და წაიკითხოს რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა, გააგებინეთ ახლობლებს რომ გამოიწერონ და ამით დავარწმუნოთ ის ლიბერალთა ერთი რა ვიცი ჯგუფი თუ რაღაც ვიღაც შურით რა ქვია წარმოდგენილი ხალხი რომ ჩვენ კარგი ადამიანები უფრო მეტნი ვართ და ყოველ შემთხვევაში უფრო ხარისხიანი გონების ხალხი ვართ მათზე. მეტი მე არაფერი არა მაქვს სათხოვარი და კიდევ და კიდევ გეტყვით მოიწონეთ რომ ამით დაიბრნენ ისინი და ან მანიპულირება ვეღარ გასწიონი გამოწონებებზე და იმეებზე. დიდი მადლობა ყველას, ღმერთმა დაგლოცოთ. საღამოს მე მგონი ჩავწერ კიდევ, ასე რომ არ ინერვიულოთ და დამელოდეთ. დროებით.